მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ დღეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას, მსჯელობას, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო და კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონებების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ლევან ჭღარკავამ დედაქალაქის მერიაში აქ ჩვენთან გააკეთა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჩრილიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან ცუდია და მინდა ყველას შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულება არის, რომ სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რაც ძალიან ცუდია, ასეთი დარღვევები გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების, იმ ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და ვისაც სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. თუმცა შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ზუსტად გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა. მომავალ წელს 350 მილიონი იქნება დახარჯული ამ მიმართულებით და როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე შედგენა, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ზუსტად ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მაგრამ ქონებების უკანონოდ მიტაცება და მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. არ დაუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში ვიღაცამ განათავსოს ამდაგვარი შენობა-ნაგებობა და რა თქმა უნდა თქვას, რომ ეს არის ჩემი საცხოვრებელი ადგილი. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუღებელია ჩვენთვის და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ. ადამიანს თუ თავშესაფარი უჭირს, ეს რა თქმა უნდა ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას ან უნებართო მშენებლობის განხორციელებას იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სხვადასხვა პრობლემები შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა, დაახლოებით ყოველწლიურად 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ და გავიყვანოთ ქირით, რომ ისინი არ დარჩნენ ქუჩაში. ამ ბოლო მოკვლევებიდან გამომდინარე, ირკვევა, მე წინა მთავრობის სტომაზეც ვისაუბრე, ირკვევა, რომ ბევრ მათგანს ამ ადამიანებს ვინც იტაცებს სახელმწიფო მიწებს, აქვს საცხოვრებელი სახლები არაერთი, სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის დედაქალაქშიც და არაერთი. მაგრამ ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი 4 შვილს, 4 ბინა უყიდე, მაგრამ მეხუთე ისე მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო სახელმწიფო. ეს არაფერში არ ჯდება ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები. ღმერთმა ყველა შეაძლებინოს და 4 კი არა 100 ბინა აყიდინოს, მაგრამ არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი და მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს თუ არ ვიცი, საქსაფონზე უკრავს და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, არ ვიცი, არაფერში არ ჯდება ეს დამოკიდებულება. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ დაკანონებები ერთლარად გადაცემა იმ საცხოვრებელი ბინების, სადაც ოჯახები ათეული წლებია ცხოვრობენ და ამ ადამიანებს მართლა არანაირი საცხოვრებელი ფართები არ უფიქსირდებათ, არსად. ეს ჩემი დაპირება იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს და 1300-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ, დაუკანონეთ
საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად ერთლარად იქნა გადაცემული და რა თქმა უნდა ეს პროგრამა გრძელდება და მომავალშიც მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნება ასეთ ოჯახებს და ადამიანებს, მაგრამ ზოგიერთმა შეეცადა რომ იქნება მოვატყუოთ მთავრობა, თბილისის მთავრობა და ამ პროგრამის ფარგლებში გავძვრეთ. მივიდეთ, სახელმწიფო მიწა მივიტაცოთ და შემდეგ დაგვიკანონებენ რა მოხდა. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია. ახლა რო დაუბრუნდეთ ისევ სამგორის რაიონს თვალჭრელიძის ქუჩას დღეს განხორციელდა ამ შენობა ნაგებობების დემონტაჟი. თქვენ იცით რომ 18 დეკემბერს ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ მათ მიეცათ 4-დღიანი ვადა თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. რამოდენიმე ადამიანმა ეს გააკეთა, ეს ღირებული რაც იყო გადახურვა, კარფანჯარა, ყველაფერი იქნა მოხსნილი, დანარჩენ შემთხვევაში დღეს უკვე დილით იქნა გაკეთებული სადემონტაჟო სამუშაოები. მე მინდა ახლა უბრალოდ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ეს რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა დაფიქსირებული, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე იტაცებდა სახელმწიფო მიწებს და უკანონოდ ათავსებდა შენობა ნაგებობებს, მშენებლობის პროცესი იყო, თუ რა ქონებებს ფლობს ეს ადამიანები. და რა თქმა უნდა, საზოგადოება ვფიქრობ, სწორ ანალიზს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულ სახელების და გვარების დასახელებას მოვერიდები ამ ეტაპზე, უბრალოდ ინიციალებით მოგახსენებთ, მოქალაქე ლუფუ არის დევნილი სტატუსის მქონე 2016 წელს მას ოჯახთან ერთად სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში და გადაეცა საჩუქრად. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2011 წლის აპრილის თვეში დაკმაყოფილებული იქნა მისი განცხადება თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე სარგებლობაში არსებულ 696 კვადრატულ მეტრ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ანუ ეს მიწაც მას დაურეგისტრირდა. ამის შემდეგ მოქალაქე ლუფუმ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მოქალაქე ლუჭუს, რომელიც სავარაუდოდ მისი მეუღლის დიშვილია. მოქალაქე ეფუს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვადრატულ მეტრი მოცულობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში იგოეთის ქუჩაზე. მოქალაქე ეპუმ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს სოფლად სახლის პროგრამით დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში ვარკეთილის დასახლებაში შვამთის ქუჩაზე. სახელმწიფომ საჩუქრად გადასცა ეს ფართი. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შვამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა. მოქალაქე გუგუ ასევე სარგებლობს დევნილი სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ქალაქ თბილისში შვამთის ქუჩაზე. დევნილი სტატუსის მატარებელი პირების გარდა თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა ასევე სხვა მოქალაქეებს, ასევე უნდა აღვნიშნოს სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას, ყველა ვინც ჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება. მოქალაქე ტუწუ პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლეს სახელზე დარეგისტრირებული არის ბინა ჭიათურაში და ასევე სამი დიდი მიწის ნაკვეთი, ერთი არის 1158 მეტრი კვადრატული მეტრი მიწა სოფელ მღვიმეში, 858 კვადრატული მიწა და ასევე 684 კვადრატული მიწა სოფელ მღვიმეში. მოქალაქე ზუტუ რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვა
ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში წავკიში 3000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. ეს არის ის კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც ხილებულები არიან მიტაცებაში სახელმწიფო მიწების უკანონოდ და მასზე უკანონო შენობა ნაგებობების განთავსების. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ შემდეგ კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებიც ბევრ ინფორმაციას არასწორად აშუქებენ და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ხაზი მინდა გაუსვა ერთ რამეს. რა თქმა უნდა, იქ არსებობს ადამიანები და ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს, ვინც მართლა სოციალურად დაუცველებია და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან, მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ამ ადამიანებისთვის, ამ ოჯახებისთვის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას გავეხმაროთ და ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. იმიტომ რომ მიწების მიტაცება, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ და არ დაუშვებთ. შემდეგი თემა, რასაც მინდა შევეხო, არსებული პანდემიის პირობებში მე წინამთავრობაზე ვისაუბრე, ძალიან გაუჭირდა ზოგადად ბიზნესს. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი გახდა დიდი დარტყმის და დიდი ზეწოლის ქვეშ. ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს მთელი რიგი დახმარებების პაკეტი გავაკეთეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სხვადასხვა ტიპის შეღავათები გაუკეთდა მეწარმე სუბიექტებზე და წინამთავრობის ხდომაზე ვიცე-მერს დაევალა მოემზადებინა კონკრეტული პაკეტი, რომ ჩვენ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ თუ რა დახმარებების პაკეტი იქნება შეთავაზებული ამ ადამიანებისათვის. პირველ რიგში შეღავათები შეეხებათ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს. ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები. სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერ-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც, ასევე ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია საურავები სდინებაც შეჩერდება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ანუ ჩვენთან თუ არის კონკრეტული შეპესე ან კონკრეტული ფიზიკური პირი, ვისაც აქვს აღებული ეს ქონება და შემდეგ მას კიდევ გადაქირავებული აქვს, რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული შეღავათები უნდა გავრცელდეს ამ ადამიანებზეც, ანუ ქვემოიჯარეებზეც. სწორედ ამ პირობით მიიღებს შეღავათს მოიჯარე. შემდეგი შეღავათი ეხებათ კვების ობიექტებს, მოგეხსენებათ რესტორნები და სხვა კვების ობიექტები ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ. შესაბამისად, ამ პერიოდში მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ და დახურულები არიან ამ პანდემიის გამო, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ თბილსერვის ჯგუფს და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი. ისეთი ობიექტები, რომლებიც არ მუშაობს და დახურულია, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან, უბრალოდ საჭიროა თბილსერვის მიმართონ და რა თქმა უნდა ისინი გათავისუფლებული იქნებიან დასუფთავების მოსაკრებლისაგან. შემდეგი შეღავათი ეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს. თუ ამ ობიექტებს გასული აქვს საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით, ასევე გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც ასევე 8000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ გაუგზელდებათ ეს ორივე ვადა 1 ივლისამდე. ამის თაობაზე ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მუნიციპალურ მიწებზე. ანუ მუნიციპალიტეტისგან აღებულ, ანუ იჯარით აღებულ მიწებზე. მინდა ასევე ირაკლის დავავალო ხმალაძეს,
რომ აი ეს ყველაფერი ხარ რაზეც ვისაუბრეთ, განათავსოთ ჩვენს ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში და პრესასთან მაქსიმალური აქტიურობა, რომ ამ ადამიანებს, ამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კონდეთ სრული ინფორმაცია ამ შეღავათებთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ყველამ შეძლოს ამ ყველაფრის გამოყენება და ამით სარგებლობა. შემდეგი თემა მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ძალიან კარგი აქცია ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების იმუნიზაცია M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს უსასყიდლოდ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია. ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან, მე როგორც ვიცი უკვე დაგზავნილია SMS შეტყობინებები, თუ სად უნდა შეძლონ მისვლა და სად უნდა მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის ძალიან კარგი ღონისძიებაა და რა თქმა უნდა, მათ ეკნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ პროგრამით. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა განცხადებების სახით, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.